ეს არის ზულის დღე. გამოვიყენეთ ცარცს. ლიკვიდია და უფრო კარგი ჭიდი აქვს, მაგრამ powerlifting-ის შეჯიბრზე მითხრეს რომ არ გამოიყენო და რატო არ ვიცი. ახლა ვაკეთებ წონით pull-ups. ეს იქნება 40 კილო. Კანცია. დაბერს. ყოველთვის ეცადეთ რომ რაღაც გადაიღოთ, ან ჩანაწერები გააკეთოთ და შეადაროთ. სპორტი არ არის რაღაც ისეთი შესამჩნევი და ისე სწრაფად პროგრესირებადი, რომ მოკლე დროში დაინახო გრანდიოზული და განსაკუთრებული განსხვავება. ანუ ეს პატარა ჩანაწერები ან ვიდეოები ან ასე შემდეგ და გეხმარება რომ мотивация აიმაღო. და შედეგი უფრო კაფეოდ და მკვეთრად დაინახო. ბოდიშით ბავშვებო, დედიკო და მამიკო, ამდენს თუ ნახავთ და სიტყვებს თუ ვიტყვი. და შეიზარდეთ დადგა ესეთი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში რა დავიწყე გინება. გოგეთ. ცუდი იყო რა საბიტო. ეს მოსამეც რა იყო. ვერაფერს ვერ დავუბრუნდი, კათამივა. ორი მისვლა, მაქსიმალური გამეორება. თავარი არის რომ მოძრაობა შევასრულო, ну დიდი სტრესი მიიღოს ჩემმა კუნთუკებმა. გონი რა იყო. რა თქმა უნდა ამ წონას ისე ვერ გავაკეთებდი რომ ბიცეპსი არ მეგრძო. ამიტომ ყველაფერი ვიგრძე. ამდენი წელია სპორტში ვარ და ძალიან ბევრი ტრავმა მაქვს. ალბათ იმდენი ტრავმა მაქვს რომ ჩემს ადგილზე ბევრი თავს გაანებია. მაგრამ აი ერთი წამთავნობ არაფერს და პირიქით რატო მეტი არ ჩავდე და აი რომ მეზარებოდა რატო უფრო მეტი არ დავაძალე ჩემ თავს ჯერ კიდე დასაწყისი აი ვიცი და ვგრძნობ რომ ჯერ კიდე დასაწყისია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ გამოიწეროთ და ლაიქოთ ინსტაგრამზეც დამოფოლოვოთ ნელა კონტენტიც ალბათ საინტერესო გახდება და უფრო მეც მოტივირებული ვიქნები და კითხები დამიშვით რა მკითხით რომ რამე განვიხილო. ახლა ამ შემთხვევაში მე ზოგადად მომწონს როცა ვაკეთებ მოძრაობას ისე რომ მაქსიმალური კონტროლი მაქვს და დატვირთვა გადამაქვს მაგალითად ამ შემთხვევაში ზურგის უგანიერესი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტი არის სამჭიდის რაოდენობის გაზრდა. ანუ ჯამური რაოდენობა მინდა გავაკეთო იმაზე მეტი რაც მქონდა. არ მახსოვს ბოლოს ჯიბზე რამდენი ჩავთვალე. ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ წუთიც არ იყო. 700-მდე იყო მე მგონი ჯამური. მოკლედ. ახლა მიზანი მაქვს რომ 800 გავაკეთო. 800 პლუს თუ იქნება 400. 800 მინდა ჯამურად შევკრა. ჩაჯდომში რაღაც წონა არ ვიცი, პირობითად თქვა რა, პირობითად. 300 ჩაჯდომი, 300 დედლიფტი და 200 ბენჩი. ანუ დაახლოებით მიზანი არის ეს. მაგრამ ჩემი ვარაუდით დედლიფტზე უფრო კარგი პროგრესი მექნება, ვიდრე ჩაჯდომზე.
იმიტომ დედრიფტით რომ მიმართივდება. ხოლო ახლა პრიორიტეტში როგორც თქვი 800 პლუსი მინდა რომ გავაკეთო. და ამიტომ არ ვცდილობ რომ აი მოდი ზურგის უგანერის მეტი დატვირთვა მქონდეს ბიოლოგიურად და ბიომექანიკურად მოდი ხელს მიმართულებას მივცემ განზე რომ ტრიცეპსი აუმშავა, ბიცეპს დატვირთვა მოუხსნა და ზურგის უგანერის როგორც ვიცი ხოლმე ასე არ ვაკეთებ. ახლა უბრალოდ მინდა რომ წონა გადავაადგილო A პუნქტიდან B პუნქტამდე. ყვება პირველი რაც უნდა გამოვასწორო არის ყვება, საშინელი ყვება. ის საშინელი, ძალიან ცუდი ყვება. ყვება უნდა გამოვასწორო პირველ რიგში და მეორე რიგში რაც უნდა გამოვასწორო, ეს არის ჰორმონები. ჰორმონები რომ მივიღო ზუსტად ისაც მჭირდება. ამის უნდა დაიწყო ვარჯიში ჩემთან რა, მოკლედ. აი, დავიწყოთ ეს ხლავს. არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც იძახის, რომ არ გააკეთო რაღაცა საბაზისო მოძრაობებიო, იზოლირებულები გააკეთეო. არ დაუჯეროთ ხალხო. იგენი არიან მასონები. იცი მეტი შემეძლა. რომ მეტად დაიხარჯო რა, ეგ არის იდეა. მაგრამ ზოგ ტიპს მიყავს რაღაცა აბსოლუტში და ყველი, მე რა ვიცი, ბიცეპსზე და დელტაზე ეშინია თუ 4 გამეორებას მეტეხება რა, აბსურდია. ეგ არის ტიპის ვისაც აკეთებენ ჩაჯდომას 200 კილოთი 400 გამეორებაზე. აი მაგ ტიპებმა შეიძლება თან რამდენიმე, მაგრამ აი 60 კილო ბავშვი რო გეუბნება რომ CNS-ის მეშინია ყლებაზე. ერთადერთი პერიოდი როცა მართლა ვიტყო რომ გადავიღალე იყო რომ აი კიკუიზეში რო ვარჯიშობდი, 1-2 საათი ვარჯიშობდი, წლიან ზედატანს გავაკეთებდი, მე სახლში მივდიოდი და კიდე იმხელა ვარჯიშს ვაკეთებდი განტელებით სახლში. რატო? არ ვიცი. და მაგ დროს აი სადღაც 6 თვე ერთი გამეორებაც არ მომატებია ტურნირზე. მაინც დროთა განმავლობაში მე შენ თავზე ხვდები რა ჭირდება რა. ოღონდ ვიღაცა 1 წელში და 2 წელში ვერ დავამოყენებს, მაგრამ ჭირდება რაღაც 10 წლიანი გამოცდილება და რაღაც ეს. მე 5 წელია ვარჯიშობ და ეხლა გამგონია რომ გავდივარ ცოტა ობიექტური იმისგან რა. მე ამდენი წელია ვარჯიშობ და კიდე მგონია რომ კიდე ძალიან შორს ვარ იმისგან რაც უნდა იყოს რა. და ვიღაცები რომ გამოდიან ერთი თვე რომ ტრენერები გახდნენ და რჩევებს გასცემენ, არ უნდა გასცე, ისეთი რჩევა რაც შენ თავზე არ გიწვია რა. რაღაცა ოჯახით გას და ხო უმარილოს საჭმელს ჭამა უნდა და სწორიც კლება უმარილოს საჭმელი. დიდი 7 საათია რა, მეთქი ტკბილად წინავს, აი ესევა, აი ცებურაში რომ ხარ, ხო იცი და გავუდგე რაღაცა უმარილოს საჭმელი, გავახელე ხოლმე, გადმოვედი. მეთქი აი თითი დავუქმნიე და წავედი დასაძინებლად. აი ხალხო ხო გაიგეთ, ტრენერები გაბოლებენ უმარილოს საჭმელს რომ გაჭმევენ ხოლმე და 7 ლიტრი წყალს რომ galevინებენ. ცხიმს კი არ იკლებ, უბრალოდ ბევრს შარდავ და მორჩა. დააკლებინებენ ხოლმე 20 კილოს და რა მაგარია ერთ თვეში 20 კილო დაიკლო. მაქედან ცხიმი იყო 2 კილო.
რა განსხვავებაა და რატო ვაკეთებთ ორივე მოძრაობას. ანუ ჯერ ვიზამდა მე ვიტყვი. ღერძით გაკეთების შემთხვევაში ხელის გამჭმოდი ჩართულია სტატიკურად საჯდომიც და ჰამსტრინგიც. შემოტანის დროს თუ დაკვირდებოდით შემოქონდა ფეხთან, ლენჯის ძვალთან და ძირითადად საშუალებას მიღებდა, რომ თლიანი ზურგი ჩართული ყოფილიყო. ანუ უფრო მეტი კუნთი მუშაობდა, ასევე მოხმარებოდა ბალანსის გაუმჯობესებაში. რაც უპირატესობას მაძლევს დედლიფტის გაკეთების დროს. ამ შემთხვევაში ხელები ცოტა გვერდით წავავლე, ახლჭიდით რო წამოვიდე ზურგის უგანიერესზე იქნებოდა, მაგრამ გვერდით რო წავავლე, ზურგის უგანიერესთან ერთად დავტვირთე ბეჭედი. ხერხემლის გამჭმარი გათიშულია, ფეხები საერთოდ არ მუშაობს, მარტო ზურგია ჩართული. თანოდნავ განზე რომ მოვჭიდე, ბიცეპსზე დატვირთვა შევამცირე. დაუსვენახე. ვარჯიში მქონდა ზურგზე. წონებს რაც შეეხება ნორმალური იყო, უბრალოდ პირველი მოძრაობა ძელზე აზიდვები რაც იყო, გამიჭირდა და რა თქმა უნდა, ვიმუშაობ რომ გავაუმჯობესო. წლის დასაწყისია ძალიან მოვდუნდი ბოლო პერიოდი შეჯიბრის შემდეგ. თუმცა კარგი ის არის რომ არ გავჩერებული ვარ. ან თავს ვაძალებდი რომ ცოტათი რაღაც მაინც გამიკეთებინა. რაც შეეხება დღევანდელი დღის რჩევა. ვარჯიშის ბოლოს გავაკეთებ ხოლმე რჩევებს. დღეს მოვცემთ ესეთ რჩევას. და რა თქმა უნდა, ჩემ თავსაც მივრჩევ ამ რჩევას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც რაღაც მიზნისკენ მივდივართ, არა ყველაზე არ მოდი ერთ-ერთი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, როდესაც რაღაც მიზნისკენ მივდივართ, რომ დღის ბოლოს ვიყოთ კმაყოფილი იმით თუ რამდენი გავაკეთე მე ამისთვის. ანუ მიზანთან მისასვლელად გულისხმობ. რამდენი გავაკეთე, რამდენად დავიხარჯე. დღევანდელს შევაფასებდი ფიზიკურ აქტივობას გულისხმობ 10-დან 8.5-ით. არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა უფრო მეტი მობილიზება და мотиваცია რომ მქონოდა, უკეთ ვივარჯიშებდი. არა უშავს, კარგი იყო, მოყოფილი ვარ საერთო ჯამში. და ესე პატარა შეფასებები მიეცეთ ხოლმე თქვენ თავს, მაგალითად რო დაწვევით, სანამ დაიძინებთ, გადახედეთ თქვენ თლიან დღეს და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მიზანთან მისულიყავი უფრო ახლოს. ყოველ დღე დაუსვი ეს შეკითხვა შენ თავს. დღეს მე შევაფასებდი 8.5-ით. ხვალ ვიზრუნებ, რომ ეს 8.5 იყოს 9. ზეგ 9.5 და ასე ვეცდები რომ მუდმივად გამომჯობესო. თუმცა იმის მოლოდინიც უნდა გქონდეს რომ მუდმივად წინ ვერ წავალ. მაგალითად 3 ნაბიჯი წინ, 1 უკან. ჩვეულებრივი პროცესია, ცოცხალი არსებები ვართ, მუდმივად პროგრესი ვერ გვექნება. ამაზეც გული არ უნდა დავუწყდეს. ამ შემთხვევაში კარგი განწყობა რომ შევექმნათ, უნდა შევაჯამოთ კვირა, თვე, ამ თლიანი წელი. მოკლედ, იმის თქვა მინდა ცოცხალი არსებები ვართ. ეცადეთ მაქსიმალურად რომ საკუთარი თავი გაამხნევოთ და იცოდეთ რომ რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს. არავინ არ მოდის თქვენს დასახმარებლად და ვიღაცას თუ რაღაც მარტივად გამოუვიდა და თქვენ რაღაცას მარტივად არ გამოგდით და უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ უკეთესი, ესე ვთქვათ, პოტენციალი გაქვთ და ხედავთ ამ პოტენციალს და ასე შემდეგ, რაღაცები ხელს გიშლის და ვერ მიდიხარ ამ მიზნამდე, არ ნიშნავს, რომ ცუდი ბედი გაქვს, ან ასე, ან ისე და მიზეზები არ ეძებოთ. გაამხნევეთ საკუთარი თავი. არ შეადაროთ არასდროს თქვენი დღევანდელი მდგომარეობა სხვის
მდგომარეობას, თქვენი განვითარებას, ხვის განვითარებას, თქვენ გაქვთ საკუთარი გამოცდილება, საკუთარი გზა და ეს გზა და ეს ემოციები მხოლოდ შეგიძლიათ რომ იგრძნოთ თქვენ. ამიტომ მარტო შენს ცხოვრებაზე და შენს თავზე იფიქრე და ფოკუსირე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის როცა დარჩები საკუთარ თავთან, როგორი კომუნიკაცია გექნება საკუთარ თავთან. ყველას და ყველაფრის გარეშე. გადადე ტელეფონი, მოცილდი ეკრანს, შეწყვეტე კომუნიკაცია სხვებთან, დარჩი სრულიად სიცარიელში, სრულიად მარტო და ყოველ დღე ესაუბრე შენ თავს მინიმუმ 10 წუთი. მინიმუმ. და გეხმარება განვითარებაში და წინსვლაში. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კიდე წარმოედგინე ყოველთვის ის ადამიანი, ვინც გინდა რომ იყო. მაგალითად, ჩემი სიტუაცია განვიხილოთ. პირობითად ავიღო ჩემთვის ყველაზე ესეთი მისაბაძი ადამიანი, ვინც ყოფილა ჩემს სფეროში, ამჟამად ბოდიბილდინგში, ჩემთვის ყველაზე ესეთი მისაბაძი ადამიანი იყო და არის დორიანი და მაგალითად რომ წარმოვიდგინო თუნდაც დორიანი რომ აძლევს რჩევებს. აი ცარიელ ოთახში ვარ, მარტო ვარ და აი აქ დგას და რა რჩევას მომცემდა. ან უკეთესი ვარიანტი არის თუ მე უკვე მივაღწიე მივაღწიე უკვე ჩემს მიზანს, მწვერვალზე ვარ, აი როგორც წარმოვიდგენია, როგორც ჩემ ფიქრებშია და როგორც მინდა რომ ვიყო, ისე ვცხოვრობ და ის ზუსტად მაგ ადამიანს და მაგ პიროვნებას ანუ ჩემ თავს მომავალში, როგორც უნდა ვიყო, მაგას წარმოვიდგენ რომ დგას აქ და რა რჩევას მომცემდა მე დღეს. რას მეტყოდა, რა უნდა შევცვალო, რა უნდა გავაკეთო. ანუ ჩვენს ყველაფერი ვიცით უკვე. რა გვჭირდება. რას ვაკეთებთ ცუდად. უბრალოდ გურწფელები არ ვართ. და ვცდილობთ რომ სხვები და სხვა რაღაცეები დავადანაშაულოთ. ყოველთვის არის ჩვენი ბრალი რა. თუ რაღაც არ გამოდის, ყოველთვის არის მხოლოდ ჩვენი ბრალი. ადამიანი რომელიც სხვას ადანაშაულებს თავის წარუმატებლობაში. ყოველთვის გაუჭირდება წინსვლა და განვითარება. და ადამიანი რომელიც თავის თავს დაადანაშაულებს, ის ერთი ნაბიჯით წინ არის. მაგრამ ადამიანი რომელიც საერთოდ არავისად დაადანაშაულებს, აი მან და სრული სიმშვიდე და სრული თავისუფლება.